მოგესალმებით მეგობრებო. დღეს გვიანდელი ეპიზოდის იმედია დღეს იდება. დავითი სიყა ჩაღეზეა დამოკიდებული. იმიტომ რომ გუშინ ჩავწერეთ, მოვედი, რაღაც უფრო კაი ხოცეც ვიყავი. ეს ხოთა შორის. დღეს უფრო კაი ხოცე ვარ. Really? Yeah. და წაგვეშალა ვიდეო. და აი ამ ხელა dedication რო გვაქვს ამ საქმესთან დაკავშირებით და აი ყველანაირი მონეტარული შესაგებლის გარეშე. Ქველმოქმედება ქვია ამ ყველაფერს. იმენა ქველმოქმედი ვარ. მეგობრებო, ამ კარგი philanthropist. სუმინდა დავყოფილიყავი. და like-ეთ, და გვასubscribe-ეთ. ძალიან ბევრი ვინც გვიყურებს is not a subscriber. ამიტომ გთხოვთ. ხო და ანუ აი პროსტა რა თქვენ გეზარებოდეთ ერთი კნოპკის მიჭერა და მე არ დამეზარა სამსახურიდან ზედიზედ მეორე წამოსვლა, ავტობუსში ასვლა, აქ ამოსვლა არ ვიტყვი მისამართს, სახის გადაძრობა. ხალხო, get your shit together, okay? Okay, შეეშვებოდი მომიყავი. მე რა შვებოდი, მოკლედ. გუშინდელის მერე, ლიტერალი 12 საათი არ მინახავ. ერთი კვირა გავიდა, მოკლედ რაც ჩვენ ერთმანეთს ვხვდით. რას ვაკეთებდი? მოკლედ, ძირითადად არაფერს იმის გამო რომ გამოვდიოდი ამ სიცხისგან. I was very down low, მაგრამ ძალიან ბევრ რამეზე სიცხისგან გამოდიხარ ბოლო ერთი კვირა, ანუ წინაზეც მაგნარეტივით იყავი. არა, წინაზე გაცეებული ვიყავი. არა, თითქმის აღარ იყავი, let's be honest, იმიტომ რომ წინაზე არ ჩავწერეთ ორ შაბათს, იმიტომ რომ სიცხე გქონდა უკვე რომ გადაგიარა, მე ჩავწერეთ, ხვდები? მაგრამ მე რო წახვედი. არა, ბუდიში მომიხარ. შენ დამიმატე რაღაც მეხტე. თან ბევრს რო ლაპარაკობ, ტყელი მათკინა ძალიან. მართლა. Really? და მე შენ გამო ცოტა გადამეტე, ხა ცალყურში ხალხო არ მესმის, I swear to God. აინტერესებს, წინა ეპიზოდში გვითხარი, რომ თერაპევტთან დაიწყო სიარული. Oh my God, yeah. თერაპევტთან ვიწყებდი სიარულს. ვიწყებდი, yeah. ვიყავი შაბათს მისული, ხალხო, როგორც ყველა თესლი დავდივართ ჩვენ ვისაც ყავს ფსიქოლოგები და My shrink. ჩაოლებრივად სხვა გაგჩა გავითიშით რა, ანუ ფსიქოლოგთან რო დადის, ასეთი თესლა ჩორო არის, always wanted to be that bitch, you know? და finally მივედი ხალხო 10 წუთი მალოდინა ფსიქოლოგ მეთქი it's not normal იმიტომ რომ ეგენი უნდა იყვნენ პუნქტუალურები მე მაქვს ტოლერანტობა ლოდინის მაგრამ ზოგი ხარი რა არა აქვს და მაგიტომ მიდის ფსიქოლოგთან რომ ლოდინი არ უყვარ ხანა ნუ კაი whatever გადავხარშეთ მე დავიწყე მოყოლა რაღაც მთელი პირველი სესია შევაწირე იმას რომ ჩემ თავზე ყვებოდი გაუჩერებლად და მე ჩემთვის ძალიან უცხოარი ჩემ თავზე გაუჩერებლად რო ვყვები იმიტომ რომ არ მიყვარს ჩემ თავზე ლაპარაკი რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდე ახლა რა საკეთებ ამ კონკრეტულ მომენტში ხო მაგრამ ეს არის რაღაც ფაქზე ყვები და არა რაღაც ჩემზე I don't even know how to explain იმიტომ რომ მიყვარს ლაპარაკი მაგრამ ანუ იმენა ჩემ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს თქვენ ალბათ უფრო მიხვდებით რას გულისხმობ. ან ეს ახასიათებს აი ახალი ადამიანი რომ გაიცნოს საუკეთესო მოგისმენს აქ ყובה conversation-ში, მაგრამ აი თავისას არაფერს არ გაგიზიარებს არასდროს, აი არასდროს. დღემდე არ გიზიარებ პატკო. Oh, remember you're like very closed off. მაგრამ მე ძალიან ადრე დაგიმოღამე სხვათა შორის, რომ ძალიან გვერდა საუბარი სხვებისგან ინფორმაციის გამოძალვა. It's not about that. ჩემი აზრით ეს არის იქიდან გამომდინარე, რომ ჯერთი ყველას გვიყვარს გაზიარება და არც ის არ მიჭერს რომ გავიხსნა ვიღაცასთან, მაგრამ აი genuine interest თუ არის ადამიანში, ანუ რო ვიცი რომ შენ მე გაინტერესებ, გავიხსნები, მაგრამ რო ვიცოდე რომ აი ცალიყურით მისმენ და მომენტში იმენა წიხზე კიდე ვარ. არ გეტყვი, არ დავხარჯავ ენერგიას. ენერგიას არ დავხარჯავ, იმიტომ რომ ჩემთვის ჩემი ემოციები, ჩემი ცხოვრება ძალიან ფასეულია და აი ძალიან ბევრი ადამიანია ისეთი, ხალხო თქვენ გყავთ ალბათ გარშემო, აი ის იმდე რაღაცას მიზიარებენ ხოლმე, მაგრამ მე ხა მესმის, მე ვარ one of a kind და ძალიან აქტიური მსმენელი მაგ მხრივ, რომ ანუ ყველა ჩემსავით არის მენს რა და მე ხა ჩემგარო ეს ვალიდაცია მისდით, უფრო იხსნება ხალხი. მაგრამ აი დავუშვათ 5 ვდგავართ და ერთი ყვება თავის თავზე, დანარჩენი 3 იმენა არ უსმენს და ძალიან ცალსახა არის ის, რომ არ უსმენს. ანუ იმენა სახეზე ეთყობა და everyone who can read the room ყველამ უნდა მოკეტოს და გაჩვენდეს. მაგრამ არა, უმრავლესობა ხალხი არის რომ აგრძელებს და მე გარ მაქვს რა. ანუ აი ძალიან პრეზდები და აი როცა ვხედავ რომ სხვები არ უსმენ, კიდე გაასმაგებულად უსმენ და კაროჩა აქედან გამომდინარე ანუ მე როცა არ უსმენ ვიღაცას, ანა უფრო გაასმაგებულად უსმენ. არა, შენ rude არ ხარ რა, შენ არ აგრძნობინებ. ანუ მე გატყობ რომ იმენა არ უსმენ და გასული ხარ, მაგრამ შეიძლება იმან ეგრე ვერ ზოგი არის რომ ძალიან დემონსტრაციულად აჩვენებს რომ იმენა წიხზე კიდია რა და ვაფშე სხვა რაღაცას იტყვის ან სხვა რაღაცას და no honey ხოდაი როცა ვიცი რომ ეგეთი გარემო მაქვს იასნად არ გავიხსნები მაგრამ ფსიქოლოგთან ფულს იმისთვის ვიხდით რომ ზუსტად ეს მოსმენის ვალდას სმენის ვალდებულება გააჩნია როგორ მოგისმინა
ძალიან კარგად. ანუ პირველი სესია იყო ძირითადად ჩემი საუბარი, იმის მხრიდან მოსმენა. ჩემი აზრით სადღაც 3 სესია დაჭირდება ამას, რომ მე ამოვწურო რაც მათ საქმელი. შეგიქონას ფსიქოლოგიური პორტრეტი. ზუსტად, თავის თავში ხონდა და მე ვფიქრობდი, ანუ იმ წუთას არაფერს იწერდა და რო გამოვედი, ჩაიწერა, იმიტომ რომ თავიწყება რამდენი ადამიანი იყვება. მართლა. ხმას იწერს. არა, და მის. That would be weird. ანუ მართლა, ალბათ მე მონახა საკეთებენ, იმიტომ რომ მე რასაც უყვები ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა და მინდა რომ რაღაც ჩაიწეროს bullet point-ებად. შუა იმ თერაპისტს აი ეს ჩაიწერე. ეს მნიშვნელოვანი არ გამოგჩას. ხო და მართლა მინდა რომ იწერდეს. წარმოგიდგენია, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ დაიმახსოვრებ ყველაფერს. ხო და შეიძლება არ ყავს ბევრი klienti. No honey, Klienti, she's patsienti, booked klienti მეტი. and busy. ძლივ ჩავეწარეთ ხალხი გითხარი. She's good. მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცი რეკომენდაციას. ჯერჯერობით არ ვიცი she's good or not. ხო, იმიტომ რომ პირველი სესია იყო ჩემი მხრიდან ლაპარაკი. ჩემი აზრით 3 სესია სადღაც დაჭირდება რომ ამოვწურო ჩემი თავი, რაც ცნობიერში მაქვს. მე აი ქვეცნობიერში რაც მაქვს, რაღაც ნაწილი მაქვს გააზრებული, მაგრამ მინდა რომ აი ეს დიდი ნაწილი გამააზრებინოს იმან, ანუ ეს არის ჩემი თავი goal. რაღაც იმ მიზნით არ მისულვარ, რომ რაღაც კონკრეტული პრობლემა აღმომიფხრეს, რა მე მინდა რომ აი თავიდან ბოლომდე განვითარდე, რაღაც უფრო მეტად ვიცნობდე ჩემ თავს, რა მატრიგერებს, რა მომწონს, ეს ყველაფერი რომ გავაანალიზო. როგორ იმუშავა შენ თავზე უკეთთან, ალბათ. Exactly baby. ძალიან კარგია. და არ შეგეძლო ეგ შემოგეთავაზებინე ჩემთვის როგორც მეგობარ? მე ვარ ყველაზე დიდი მომხრე რომ ყველა უნდა წავიდეს ფსიქოლოგთან და მეგობარი არასდროს არ უნდა გახადო შენი ფსიქოლოგი, იმიტომ რომ აი არის რაღაც კონკრეტული პრობლემა, ხო, აი რაც აი სულ ერთი და იგივე პრობლემაზე ლაპარაკობ. მეც მქონია ეგეთი შემთხვევა. მე მხოლოდ ერთი პერიოდი მახსოვს. როცა აი ჩემ გახსოვს რომელი? რომელი? რო ანუ მართლა ყველას წავიღე ტვინი და სხვათა შორის მაგ მომენტში ახლოს ვიყავი რომ მახსოვს ფასებიც გაარკვიე და მე ყველაზე ძვირიანი ვინც იყო ამ ქვეყანაში აი ის ფასი მე მგონი მაგან გამიჭიანურა ის რომ ფსიქოლოგთან აღარ მივედი იმიტომ რომ მეგონა რომ ყველგან ეგ ფასი იყო გახსოვს ძალიან ძვირიანი იყო მოკლედ მე თქვი რომ ამაში პლუს მე არ დავხარჯო მეთქი and look at me now you guys ზუსტად მაგრამ ანუ ის თქვა მინდა ანუ რო გავიდა დრო და რო მივხვდი თუ რას ვაკეთებდი და ჩემ მეგობრებს როგორ ვღელედი ამ ყველაფრით და ისედაც ანუ რაც არ უნდა გითხრა ჩემ პრობლემებზე ფსიქოლოგი სულ სხვანაირი პერსპექტივა აქვს და მეგობრს რომელიც უკვე გიცნობს უკვე ასე თუ ისე უყვარხარ რაღაც სხვანაირად დაგელაპარაკება მაინც რა ეგეთი unbiased მიუკერძოებელი ვერ იქნება მაგრამ შეიძლება ვინც უფრო კარგად გიცნობს, იმან უფრო კაი შევამოქცეს in a way. I don't know. Yeah, maybe. მოკლედ ველოდებით შემდეგ update-ებს. მინდა რომ ყოველი სესიის მერე მოხვიდე და გითხრა რა ილაპარაკე. Yes, not. მასთან და რა გითხრა? თავი ამბავი ინტენსიობაზე რა მითხრა. ანუ მე რომ მივედი ვფიქრობდი რომ თვეში ორჯერ შევევლი თან სტატუსიც მექნება რომ დავდივა და ანუ გოგოს ხო ვუყვებოდი 1 საათი თან აი ყველაფერი შევეცადე რომ ჩამეტი ამ 1 საათში და ბოლოს მეუბნება რომ აი მე შემოგთავაზებ კვირაში ერთხელ ვიზიტებს ყოველ დღე რო იარე ჩემთან კვირაში ერთხელ ანუ მე მგონი იმაზე რთული მდგომარეობა მაქვს ვიდრე მე მეგონა რომ მაქვს 1 საუბრიდან ესე მარტივად ჩამდა ბიჭო მაქსიმალურად გავიხსენი მეთქი ერთად მაქსიმალურად გავხსენ ცრემლებიან რამე იყო Yes-ნა ცრემლებიც იყო რაღაც მომენტში მაგრამ ეს ძალიან დრამატულიც არა იმიტომ რომ I'm good you guys ისოლდა თვალები ასე რომ თქვა არა ცოტა ხმა მიკანკალნა Oh რაზე ლაპარაკობდი გითხარი ყველა vulnerable with us ნახვებ მოგვემატება კი ხოდა არ ვიცი კვირაში ერთხელ უნდა ვიარო ესე ძალიან ჩაგაბრუნე სადღაც იმიტომ რომ რაღაც გაიჭედა ერთი წამით არა ფიქრობდი რომ რაზე და გითხრეთ თუ არა და მოდი არა იმიტომ რომ ეგ იყოს რის გამოც ვიხდი ფულს და მოკლედ მე ძალიან მიხარია და მე რომ უკვე დავურტყამ ამ გოგჩოს ბეჭედს რომ ძალიან კაია მე როგორ შენ შემოდიხარ და ყველა შევდივარ და ვაფშე ყველა ერთად დავდივართ რა აი მე მგონია რომ მეგობრებმა ანუ group sessions რო არსებობს იცოდი კი How does that work? ანუ couples therapy არ გიგია. ეგ არის რომ ვისაც იცნობდა ვისთან ერთადაც ცხოვრობდა რაღაცა. არა, მე მგონია რომ group therapy-ა რაღაც კონკრეტულ პრობლემას არის, ხუთივე აქვს, რაღაც აი კლეპტომანია არის ხუთივე. და კონკრეტულ რაღაცა კითხზე მუშაობ. ხო, აი რაღაცან დავალებენ, ან teamwork, ან რაღაცა. ხო, იმიტომ რომ აი ჩემი აგრესია ხო, აი ჩემი მეთოდი რაც იყო რომ მივედი რომ ჩემ თავზე და ყველაფერზე ყვებოდი, ეგ group-ში ვერ იმუშავებს არანაირად. ნუ შეიძლება. ალბათ რაღაც კონკრეტული საღამოს ბაზარი ძალიან ჭკვიანი ხარ?
You're too smart. Maybe I've been to one of those. მეორე highlight-ით, მაგრამ I'm so sorry. დამაჯარი მე ხალხო ავტობუსში. Can you believe that? ეს დღეც დადგა 25 წელი გაურბოდი ამ დღეს, მაგრამ here I am. 20 ლარიანი ჯარიმით, ჯერ არ გადამიხდია. არ გინდა და გადახდა და მაგიტო? არა, დამავიწყე, სხვა ჩანთა მქონდა და იმის მერე ის ჩანთა გადავდა, იქ ჩამრჩა და არც ვიცი გადახდა როგორ ხდება. მოკლედ ხალხო, ავედი ავტობუსში, დილის 8 საათია, მოდი დავხატოთ სურათი. ვარ გლდანში, ავდივარ ავტობუსში და გლდანში დილის 8 არა, კაი 9:30. 9:30-ზე ავტობუსში რა ხდება? მინდა ყველამ წარმოიდგინოთ, ანუ საგიჟეთია. ავედი, მივადე ბარათი და დავლანდა რაღაცა ესე პერიფერიულად რომ გააწითხლა რა, მაგრამ კითხვები არ გამიჩნდა, იმიტომ რომ ხანდახან აწითლებს ხოლმე. მეთქი ალბათ ორჯერ მივადე რაღაც ძალიან ხოწა ვარ თქვა. მე ჩავდივარ მეტროსთან, სადაც სულ დგანან კონტროლერები, რა სიურპრიზი არ არის, ანუ ვიცი რომ დგანა. მეტროსთან? სანამ შეხო მეტრო? ხო, სანამ მეტროში ჩავალ. Why? ვერ გავიგე, ანუ მეტრომდე ჩავდივარ ავტობუსით, გამომყევე. და ავტობუსის გაჩერება არის მეტროსთან? ოკეი, მეთქი მეტროსთან გარეთ ვიღაცად გასათქი კონტროლერი. No. ხოდა ხედავ და ამოვიღე საფულე გავხსენი და ვადებ და აღმოჩნდა რომ არ მაქვს ბარეთი დადებული, მაგრამ იმ დღეს როგორც ყველა დილა ვიყავი გაბრაზებული. No. გაღიზიანებული. Exactly. მეთქი ანა არ აყვენაროებს, არ ღირს 20 ლარი აბად, ამერიკის ვიზას მაინც ჩაგერტყამენ, ამიტომ მოდი შეხვდი ისე ნორმალურად ამ ამბავს. ხოდა მეთქი ძალიან დასტოინე. მე მგონი დაჟე გამოშტერდა ის კონტროლიერი, რომ აი ესე კარგა და ფიქრობდა დარწმუნებული ვარ, არავინ არ შეხვედრიაო. აი პროსტო ძალიან მეური ფული აქვს, მაგრამ გოგოს ალბათ ფიქრობდა 20 ლარი ამისთვის არაფერს არ ნიშნავს. კი, ვაკოცელ ყაზე და წამოვედი. ეგ იყო ტიპი? კი. და თან იმას ფიქრობდი, რომ ალბათ ამ ქალს ბონუსი ერიცხება ჩემი ჯარიმიდან და ოკეი, მადლი იყოს. That is fucked up. ანუ ეგრე არ შეიძლება. მე მგონი რომ კონტროლერს არ უნდა ქონდეს ბონუსი. აი ამ აბა რა იქნება მოტივატორი მაგ შემთხვევაში. მე ხალხო, აი ერთადერთი საქმე რაზეც ვერ ვიმუშავებდი, არის რომ აი კონტროლერი არ ვიქნებოდი, რომ აი რის გამო ვიშალო ნერვები, რომ ვიღაცამ მერიას ლარი არ გადაუხადა? In no fucking way. Yeah. ამიტომ ძალიან რთული პროფესიაა, უნდა დავაფასოთ რა. იმიტომ რომ I could never. Yeah. მოკლედ ეს ჯარიმაც მაქვს. პარასკევი დღე იყო ესეთი რთული. გადაიხადა უკვე? რა თქმა არ გადამიხდია და იმედი არ გთხოვ გამახსენე ხოლმე ყოველ კვირაში, თორე რაღაც იზრდება ბოლოს მგონი სასამართლო კვირაში გაგახსენე ადექი და ტელეფონი ვერ გადაიხდე? ვერა არ ვიცი რა კოდია, სადღაც მიგდია ის ქვითარი თქვა. მე რატომ გაგახსენო? იმიტომ that is your job. ჩემი reminder-ი ხარ ცხოვრებაში. Exactly. What about you? ჩემი მთავარი highlight-ი იყო. ერთხელ გავედი მარტო, თითქმის არ გავსულა არსად, რაც უკვე ცუდად ხდეს. ანუ გუშინ წერს, არსად არ გავსულა რა. და გავიდეთო რომ ჩავწერთო პოდკასტს, რაც თავზე დაგვამხოდა ვერაფერს ნორმალურად ვერ ჩავწერეთ, მაგრამ იმენა გუშინ წინ იყავი სადღაც რადიოაქტიული კოქტეილის ფოტო დადე, ანუ მართლა მეგონა რომ მოკვდებოდი მაგის თალავის მე. Apple Tini, ძალიან გემრიელი, ძალიან მიყვარს ექსესმალი სხვათა შორის და ახლა შემოვიდა მგონი. ის სიმწვანე ვაშლიდან ქონდა. ვაშლის სირაფი, yeah. ყველაზე კარგი Apple Tini, სადაც გავსინჯა, იყო Lulu. გირჩევთ ყველაზე ძალიან გემრიელი საჭმელი ქონდათ ისედაც. ჩემი რეკომენდაცია. Lulu? ეგ არ ვიცი პირველად. ფრანგ მე და მე გიყავით ერთად სხვათა შორის. სანამ შეგხვდებოდით. Okay, honey. იმიტომ რომ მე სხვა მეგობრებიც მყავს და იმას თნახულობდი. That's how it works. და ამ ყველაფრის გარდა ასევე თავიდან ბოლომდე ვუყურე Sex and the City. I'm so happy for you. Yeah. ანუ ყველა სეზონს ყველა სერიას უყურე? იმენა ყველაფერს. Wow. მგონი მეორედან დავიწყე. ხანდახან პირველი არ მოგწონს? არა, პირველი ძალიან მომწონს. და მე ანუ სადვარდს რა დონეზე აფასებ, ხოტბაში ასხი ძალიან გთხოვ. ვერთ რაღაცას ვიტყვი, სხვათა შორის რაც შევამჩნიე და რაც ბევრად უფრო მომენატრა სერიალებში, All is Fair-ზე ხო ვილაპარაკეთ იმაზე გახსოვს? უყურებ ისე თუ არა? მოკლედ მე უყურებ ხალხო, unironically კი მესმის რომ ძალიან ცუდია, მაგრამ აი ძალიან სასაცილო არის, ვინ დაწერა სკრიპტი მართლა არის. ხანდახან მგონი რომ აი ChatGPT-ს რო ეტყვი, რომ აი make it snarky, make it like აი ეგეთი თემა არის, რომ ანუ აი ისეთი სიტყვები არის და ისეთი ფრაზები არის და რა ვიცი, ეგ როგორ უნდა გადათარგმნოს შეიძლება ეგეც წარმოუდგენელი არის ჩემთვის. Anyways, რა არ მომწონს და მივხვდი რატო რაღაცა weird შესახედავი არის ეგ მთლიანი სერიალი. ყველაფერი ხო იდეალური არის სერიალში რა, ანუ აი outfit-ები ხო იდეალური არის, რაღაც ერთი დღე რო გამოიტან უცებ და ეგრევე რო ჩაიცმევ რა, ანუ
განათება ხო ყველგან ანუ ჭრილი არ არსებობს სამყაროში მანდ ანუ აი ყველა სახე განათებული არის იდეალურად და მგონი მაგას რაღაც Netflix lightings თუ რაღაც ეძახიან რაღაც ახალი ტერმინი არის ხო right ყველგან იდეალური განათება არის რა და ასევე პროფესია არსებობს ეგეთი რომელსაც ქვია set designer-ი რომელიც ან დიზაინს აკეთებს სეტის რა და Sex and the City-ს რო ვაკვირდებოდი ყველაფერი ხო აი ყველა დეტალი ისე გათვლილი იყო ხო რომ აი თაროდის 2005 წარმოიდგენდი რომ აი მანდ ვიღაც ცხოვრობს და აი რაღაც რეალიზმი არის აი დაჟე აი ვიცი სატენი რო ქონდა Carrie-ს ხო თავისი MacBook-ის ეგეც იყო გადაჭმოჭმო ცოტათი გაყვითლებული და რაღაც ანუ აი რეალური რა ანუ გამოყენებული და ახლა ყველაფერი იდეალურად დევს ყველაფერი გაწონას ყველას OCD გვაქვს რაღაც აი ყველა Khloe Kardashian-ი ვარ და ვალაგებთ იმ cookie jars გიჟივით და რაღაც აი იდეალური სახლი გვაქვს ყველას ან მივხვდი ძალიან არარეალისტურია რაღაც გეგონება რომ ადაშე აი მულტფილმშიც არ არის ეგეთი იდეალიზმი რა და ეგ ცოტა ეგეთი იმერსიული არ არის მაგრამ გირთულებს ეგ მაგას თუ პირიქით ასეთ იდეალური არის და რაღაც მე ამ all spheres okay ანუ მაგიტო არ მომწონს რა ეგ აუთფიტებით ხო მაგას ეკო ცალკე თემა არის რომ lawyers არ ვიცი როდის ქონდა ეგეთი შენ გამოცდილებით ეგეთი აუთფიტები რა არ მაქვს კაი აუთფიტებია დამეწი არ ვიცი არა რაღაცა ძალიან ექსტრა ანუ რაღაცა ხო ხტები თმა make-up glam რაღაცა ყველანაირი ფერი over the rainbow. ანუ შენ ახლა ორ ძალიან სხვადასხვა რაღაცას ადარებ, ანუ Sex and the City, რომელიც არის ტოპების ტოპი. ძალიან unfair ხარ, always fair და შენ. არა, მე სხვა რაღაც მე მომბ რო ჯერს ერთი მომწონს მეთქი, ანუ it's funny you guys. ძალიან campy არის, რაღაც ძალიან სასაცილოა და უყურეთ. უფრო ვამჩნევ რომ ახალ სერიალებში არის ეს რაღაც ეს perfectly polished სამყაროები რა და ეგ არ მომწონს. მეც არ მომწონს ახალ სერიალებში და რა არ მომწონს გითხრა ყველა სერიალში აი Mormon Wives ყველა reality TV ყველგან ყველა არის იმენა გამხდარი ოდნავ პუტკუნა ადამიანი არსად აღარ არის ყველა არის იმდანად გამხდარი ყველას ყველგან ზოლები ეტყობა და ანუ why რაღაც Munjaro ჯერ ერთი მთელი ცხოვრება ველოდებოდი როდის გამოიგონებდა კაცობრიობა რაღაც წონის ამ უდიდესი პრობლემის აღმოსაფრთხო რამეს და აი გამოიგონეს მაგრამ ყველა ხო ვერ ვწლებით მაგას okay ძალიან ძვირია ანუ ყველგან არის ძალიან გამხდარი ძალიან ვიძე ანუ ჩვეულებრივი ადამიანები აღარსად აღარ ჩანენ ყველა არის ძალიან ლამაზად ჩაცმული რაღაც აი აჯეჯილობა მინდა რომ დაბრუნდეს ხვდები carelessness Exactly. მე მგონია რომ ეგ მოდა ხო ცირკულირებს და არ მხოლოდ მოდა, არამედ ტრენდებიც ცირკულირებს მეგობრებო და ჩვენ თუ ვამჩნევთ აი 2000-იანებს ვეთამაშებით ასე თუ ისე რა მაგ დროს სიგამხდრე იყო ყველაზე მთავარი ატრიბუტი შენთან საწმლის რომ ანუ აი დაჟე აი ტრაკიც რო გქონდა ბრტყელი ეგ იყო მოდაში რა და უნდა გაიხსენო 2016-ში როგორი ტანი ქონდა ყველას და კარდაშიანებს ძალიან დიდი ისა აქვს რა 2000 კარდაშიანები დასუსტებენ ყველა დასუსტება კარდაშიანები დიდი ტრაკი აქვს ყველაზე დიდი ტრაკი აქვს და ბიბლიელი No, აი არ უჩელება ამერიკაში იყო, მაგრამ კარდაშიანები რო დიდობდნენ ეგ საქართველოში მაინც არ იყო ტრენდული ხდები? To a point. ანუ ჩვენ ქვეყანაში skinny ყოველთვის skin-ups. არა, ეგ ბაზარი არა, მაგრამ overall მგონია რომ აი COVID-ის დროს ხო ეს ჰიპერსენსიტიური გახდა მთლიანი ინტერნეტი რომ ანუ აი რა შეგიძლია თქვა რა არ შეგიძლია თქვა რაღაც კენსელინგი რაღაც და ეს არა ადამიანურად ესეთი ინტენსიური და უფრო toxic body positivity რო იყო მაგ დროს ახლა არის მაგის ეს იგრე პასუხობს სამყარო ამ ყველაფერს ეგრე რომ ყველა მიხვდა რომ being skinny is good ცუp გამახსენდა ხო ლაპარაკობდით ამ perfect სერიალებზე ხა ანუ ამაზე დამატებით მეგობრებო ჩემი თეორია რო დავამტკიცო TikTok-ზე შემოხდა შენ რო ჩაგიგდა ვიდეო Hulu-ზე ხო აქვს კარდაშიანებს ახლა ახალი reality TV ფილტრებს რო იდებენ სახეზე და როგორ აი ანუ მთლიანი neck ანუ აი ეს სახე იყო მთლიანად AI generated იმიტომ რომ კისერზე რო ქონდა ჩამოკიდებული ჯვარი ანუ უცებ გადაკეთდა რაღაც სხვა ფორმად რაღაც აი ფილტრებით ხო არ ედო და ხო იცი რომ ქანდება ხოლმე ფილტრები ხო მაგრამ სახე შეატრიალა და უცებ ეს ძალიან ჩაუმუქდა ეს ძალიან გაუთეთრდა თუ რაღაც აი ხო იცი ვითომ რო perfect It's weird თან Chloe we love Chloe Chloe's my favorite ჩემიც მაგრამ ანუ არა Jimmy და Chloe okay the fuck მაგრამ ძალიან მეშინებს ეგეთ ანუ მე არც ვიცოდი რომ ანუ reality TV-ში ფილტრებს იყენებდნენ. საქართველოს რო დავუბრუნდენ, სოციალ-მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Starbucks-ი შემოვა საქართველოში 2026-ში. Love that for you. First of all. No. Why? არ მიყვარს Starbucks-ი.
ყავა არის და რატო არ გიყვარს? სადაც დანკინის ყავას, ხო? არ სვამ. Fuck you, არ სვამ. აღარ. მე ძალიან მიხარია, იმიტომ რომ კულტურული ფენომენი არის Starbucks. კულტურული ფენომენი არ არის ნაღდად, მაგრამ სადღაც მქონდა სტატია წაკითხული, რომ Starbucks-ის რაოდენობა პირდაპირ პროპორციული არის ქვეყანაში ეკონომიკურ სტაბილურობასთან. ერთი Starbucks-ი უკვე რაღაცას ნიშნავს. Maps-ზე გვსვამს ეს ამბავი რა. როგორც რომელიღაცას ეწერა, რომ ვაკეში გაიხსნებაო და ეგ არავის არ გვიყვარს. Ясно. და ძალიან ბევრი დარდობს. და მეორე ფილიალი სად? გლდანში. Ясно. და ძალიან ბევრი დარდობს, რომ ძალიან ზური იქნება და მე მგონია რომ ვაფშე არა. აღარ და ხარ ამ ხრივ. რა ღირს დანკინში ყავა? არ ვიცი, დანკინში არ დავდივარ ცოლავად და You're so good, I swear to God. მოკლედ საშუალოდ ყავა კაპუჩინო ან ლატე ღირს 15 ლარი. რაღაც ეგ პასი 10-დან 15 ლარამდე რა. მეტი არც ეღირება 5 ევრო ეგ არის. ხო, ეგრე ღირს, იმენ არა. ჩვენ ვერ ვიაზრებთ, რომ საქართველოში რა დონემდე გაზურდა ყველაფერი. ზუსტად, ყველაფერზე არის ფასები და Whole Foods შემოვიდეს, იმენა ვიყიდე ჩეულ და სადაც აგროჰაბში შევდივართ. და არ ვიცი. მე ძალიან მიხარია, პროსტა ისე რა რო აღარ არის, რომ ჭიქაზე დამიწერენ ანა და ჩემი სახელი ძალიან მარტი. შენ დაჟე ამერიკაში იყავე მაშინ. დავიცრავნებოდი არერაო და მე ნიტოშტა რომ ის მინდოდა რომ ჩემი სახელი დაეწერა. თან მინდოდა რომ აი რა შეეშლებოდათ და რომ უღებ რომ ჩემი სახელი მაგრამ ჩემი სახელი შეშლა არის იმენადებელი უნდა ყოფილიყო ბარის. Controversial take 2025-ში ხალხი ამას არ უნდა აკეთებდეს. რას? აი ამას რაც შენ თქვი. რას? აი რომ ის სახელი შეგეშლება და ფოტოს რა გადავიღებ. 2025-ში არა და მაგას ვამბობ რომ იგი რა გამოვტოვეთ. არა მე ვამბობ ძალიან ხშირად მხვდება რომ ხალხი დებს მე მგონი მე დღემდე აწერენ? აწერენ რაღაც ხო ტაიპინგით რაღაცას ხო გიბეჭდა. დაბეჭდილი რა. ხმერთო ხო იქ წერენ და იქ ამოვარდება. Okay, it's not the same. ანუ რო გიწერდნენ იმენა ხელით ეგ იყო iconic. არა მე სხვა რაღაცას ვამბობ საერთოდ. რომ ანუ მე მგონია რომ it's a bit embarrassing 2025-ში რომ მაგაზე ეხადაობ. ჩემი სახელი არ სწორად დაწერეს. ზუსტად, მაგრამ 2016-ში რომ მეღადავა ეგ მინდოდა თქო. It's okay baby. Oh my god. We cannot reverse time back. I know. და იმის გამო რომ ამერიკაში არ ვცხოვრობდი ძალიან ბევრი რაღაც მაგა. მე რას ვერ მოვესწარი, ოღონდ ძალიან მინდოდა რომ გამესინჯა ეგ rainbow frappuccino to unicorn frappuccino რაღაც ვარდისფერი, იასამნისფერი ლურჯი ყველა. ქიმიური რაღაცები არის. ხო. რა გიყვარს ყველაზე მეტად Starbucks-ში? ლიმონადი. ერთადერთი რაც დამიგე. რა ფერის? Okay, fuck you. ვარდისფერია, მე დამჯდარი. James Charles რქონდა სასმელი რა ერქვა მაგას? I don't know. Sister drink თუ რაღაც არ ერქვა? არ ვახს ვარდისფერი იყო. მაგას არ სვამ? არა, ეს არის dragon fruit lemonade. To passion fruit. Dragon fruit probably. I don't know. მეზისღება. What's the difference? ჩემთვის არის შაქრიანი წყალი ჩვეულებრივად. ძალიან კაია. ანუ სტამბოლში რო ვიყავი დეკემბერში წინა წელს, ხალხო ღირდა 4 ლარი. თან ანუ ძალიან ვიწი არის, let's be honest. ძალიან გემრიელია მე მომწონს. შევდიოდი და 1-3 და 3 გემოს და ყველაფერს სვამდე. მე ივნიში წავედით, ჩემ დაქალები შემყავს რომ მეთქი აი ლიმონად თან ცხელა. და ღირდა 12. What is happening? ლარი. 12 ლარი, ხო? No, that's fine. არა, სამჯერ უფრო ძვირია. ვერ ხვდები რომ თურქეთის ეკონომიკას დაენძრა კიდევ ერთხელ თუ საფხულში აძვირებენ, I don't know. დაენძრა არის რომ რაღაც მოდის. ეგ უკვე მაგაში არიან. მე მახსოვს სტამბოლში რო ვიყავით, Starbucks-ი მართლა ყველაზე იაფიანი ყავა იყო ხალხო, იმიტომ რომ რაღაც თავიანთი ადგილი ქონდათ ეგეთი მო Starbucks. არა, Costco? არა. Costa არის ყო ნახდა თუ ეჭვალე. ვიცი, იმიტომ რომ ხო იცი რომ მოსაც ვამბობ. მოლს და მან ლიმონადი ავიღე და 30 არა 24 ლარი მივეცი. შენ და ყავაც ეგრე და რაღაცა ყველაფერი დაანძვირია ბაზე. და Starbucks-ი იაფი იყო. ჩემი აზრით, ოდნავ უფრო იაფი უნდა იყოს აქ, მაგრამ არაფერი არ არის ამ ქვეყანაში იაფი და რაღაც Starbucks გაიაფთება. მაგრამ ხალხი ყოველთვის ეყოლება. სადაც მაიზენში დადის ხალხი და მაჩაში ხდის 18 ლარს. ეგ ვერ მე. ძალიან მიყვარს. ციგიჟემდე მიყვარს. ონდრო რომელი და პასკაში 120 თუ რა ღირდა, აღარ მახსოვს. მე მგონი we can afford that shit. Yeah. Starbucks-ში ყველაფერს გავწლავით. მაგრამ მე მიყვარს, მე მაჩა არ მიყვარს დიდად.
არ მოვიტყუები, მაგრამ როცა მატჩას ურევენ ჯემს და ყინულსაც ხამენ ზემოდან და წეს. იმიტომ რომ ჯემის გემოზე მიდის და მატჩი. ხო და მგონი მატჩი ვაფშე არაფერში ვერ არის მან უბრალოდ. იდეა მოგწონს მატჩის. არა, ხოთა შორის. არა. იდეა ნაკლებად მომწონს. Okay, აბა რა მოგწონს? Tell me. მარწყვის ჯემი. ხო, strawberry matcha მართლა ძალიან გაია. მაგრამ თვითონ matcha. Starbucks-იც კარგად აკეთებდა. Thank you. ანუ წახვალ. დავაიწავედით რიჩ შავდგეთ პირველ დღეს. მაგრამ რო არ გაიხსნას ძალიან ვიცინებ, იმიტომ რომ დავითი ესეთ კულუარულ ინფორმაციას გადმოაგდებს ხოლმე, რაც ძირითად შემთხვევაში ამართლებს. ეს ინფორმაცია Starbucks-ი რო იხსნებოდა საქართველოში, ვიცოდი წინა წელს და საიდან ვერ ვიტყვი ვერანაირად, მაგრამ ახლა გამახსენდა ვინ მითხრა? არ მახსოვდა. იმენ არ მახსოვდა, ახლა გამახსენდა ვინ? არ იცნობ. მოკლედ და სხვა ბრენდზე, სხვა დიდ კომპანიაზე ვიცი, რომელიც ასევე შემოვა საქართველოში და რო შემოვა, გეტყვით რომ აი მე ვიცოდი. ისე მითხარი და მოვიტყვა. არ შემოვა. იმენ მონაწილეები მაგა მითხრა. მონაწილეები. I have the fucking facts. აი იმათი CEO-დან აქ მონაწილეები და დასტური რომ უეჭოლი შემოვდივართ, ხო? Good for us, good for us. აი მაგათი ფასები ბევრად უფრო მაინტერესებს ვიდრე Starbucks-ის, იმიტომ რომ ეგ ისედაც არასდროს არ არის იაფე. ბაზარი არ არის. აი ვსი let's go ანუ არ მინდა რომ დავასპოილერო მთლიანი ქვეყანა. ძალიან დიდი სკანდალი მოხდა თეთრ სახლში მეგობრებო, იმიტომ რომ მელანია ტრამპმა თურმე ჩემსავით არის ეს კითხვა. ცდილობს რომ წაიკითხოს რაღაც საბავშვო ისტორია, ხო, სახალხო არა, საშობაო. ხო, ну ზღაპარი, საშობაო ზღაპარი. და ხალხო თითქმის ყველა სიტყვა შეეშალა დედაფალი და რაღაც სიტყვის ნაცვლად თქვა slut, man slut. Man fucking slut. ანუ I love her so much. Video shops for Mark. Does Santa ever get stuck partway down and need one of the reindeer to give him a kick? Does his suit get sooty? Because chimney have soot. Or if you have got a mail slot, I bet Santa folds up like a letter. ძალიან მიყვარს და ხელვარება რო არ დაეწყო დააფიქსირე, ანუ მე იმენა ჩავიფსამდი. იმიტომ რომ მგონი ვერ მიხვდები თვითონ რა თქვა, მიხვდი? სური? შენ რა გონია რომ ეგეთი შტერია ამერიკის პირველი ლედი, რომ იმასაც ვერ ხვდება რა ეშლება? ჩემი აზრით მელანია ტრამპი ყოველდღე გვემტკიცებს, რომ იმსახურებს. ჯერჯი ვოგის ქავერზე იყო, არ ყოფილა ხო? დღემდე. ვიგეთ ხო, მაგაზე ვილაპარაკე. ხო და არა, მინდა რომ რამე შეცვალოს ამ ახალმა ვოგის რედაქტორმა. შეგიძლია რა სიტყვა ჩააგდო? ვერა, იმიტომ რომ ახალი ვოგის რედაქტორი ბევრად უფრო დემოკრატი ვიდრე ანა ვინტური და ანა ვინტური ძალიან დემოკრატი. მელანია ტრამპიც ყველაზე დიდი დემოკრატია რო იცი. მაგრამ no one talks about that. ზუსტად გუშინ ჩამიგდა ვიღაცა მიაფარლავამ დადო story. რა ვითომ ტრამპს ვასაპორტებო თუ რაღაცა ნახე? I love Trump because he pisses off all the people I cannot stand. Damn. ვინარე ხალხი? პუტინი. კოცები? არა, კოცების წარმომადგენლებსაც ევასებათ. არა, კოცების წარმომადგენელს თელი roller coaster ქონდა ტრამპთან დაკავშირებით თავიდან სანამ მოდიოდა რომ აი ტრამპიო, მერე მოვიდა და EU ტრამპიო, კარგი ვერ გადაწყვიტეს რა ხდება რა. ისე როგორ ჩან? 2016-ში. ნეიცინი. 2016-ში რა ხდებოდა? You're not allowed. 2016-ში რა ხდებოდა? I don't want to talk about that. ხოდა ეგრე. მოკლედ, საშობაო, რატო დავიწყე ამაზე საუბარი? შენ მზად ხარ შაბათთვის? მზად ხარ ახალი წლისთვის? No. გავასაბა ვაფშე ახალი წელი? აი, სხვათა შორის არა. ანუ არ მინდა რომ აღიარო, მაგრამ ჩემთვის ის დატვირთვა არ აქვს, რაც ფილმებშია ხოლმე. იქიდან გამომდინარე, მიზეზიც ამოვხსენი. მიზეზი არის ის, რომ ჩემი ოჯახი არ არის ძალიან ტრადიციული და აი ესეთი რაღაც პატარა საყვარლობები რო უყვარდეთ და აი მოდი ახალ წელსაც გავაკეთოთ. ხო ხები რა. აი ხო, როგორც ამერიკაში არის და აი ზოელა მაგალითად ახალი წელიც აი ყოველთვის მიდიოდნენ ნაც average ოჯახს ხო ეგ ადამიანი აი ნაძვის ხეს რო არჩევ და ცოცხალი ნაძვი რომ მოგაქ და მე რო თავ მთელ სახლს და ჩემთან არ ყოფილა რა ანუ ჩემთანაც არ ყოფილა იცი რატო იმიტომ რომ დედაშემს მქონდა მარტოობა რომ ნაძვის ხეზე მიეკარებინათ ითი და თუ რამე არ მოეწონებოდა ან თუ რამეღო რაღაც ორნამენტი და მომეშორებინა შეამჩნევდა ამიტომ არც მე არ მაქვს ეგ
ჩემ ოჯახში იცი როგორ იყო? რაღაც სათავსოსავით გვაქვს რა, სუშილკა ქვია, არ ვიცი გაგია. ხო და სუშილკა ხო იცი რას ნიშნავს? გასაშრობი ხა, oh my god. რა თქმა უნდა ვიცი, იმიტომ რომ რუსულად საუბრობ, okay? ხო და ანუ ზამთარში გამოვიტანდით, დავდებდით ნანძვის ხეს, მე აი თავის ათამაშოებიანით ეს ხელს მოვკიდებდით, გავიტანდით წელი იქ ხო? მე არ იმტვარება? ანუ პარკში ხო, my fucking god. Okay. That's not the point. ანუ სათამაშოებს არა. ხო, იმენა წიხს აგვეკინა რა და თან 31-ში დედა ჩემს გამოქონდა, მე მეჩხუბებოდა რომ არც კი გაინტერესებსო რომ გამოიტანო. 31-მდე არ გამოგაგ? არა. No one cares about that, I'm telling you. და მე ჩემ თავს არ ვაბრალებ, ამას ვაბრალებ ჩემ ოჯახს, იმიტომ რომ არ გამზარდეს ეგრე. მარტივია ეგრე. ჩემ exactly. ჩემ შვილს, აი, ყველა პონჩი ხელოვნურად შევქმნი ემოციებს, ტრადიციების გარშემო. ხვდები რას ვამბობ? და მოატყუებ. ზუსტად რა? ჩემი ოჯახი წლებით 5 თაობა. აი, რაღაც big deals გავხდი. აი, 1 იუნის ბავშვთა დაცვის დღეს, მაგასაც რაღაც big deals გავხდი, რომ აი დღეს ბავშვთა დაცვის დღეა, მოდი ეს გავაკეთოთ რაღაც, ხო ხვდები? ეგრე არის ლაპარაკი, შენ შულს ეგეთი fake voice-ით და რა გთხოვ, ბავშვს დაატრაუმირებ. Hey, ბავშვთა დაცვის დღეა. მოდი რამე გავაკეთოთ. დეგენერატი ხარ. მაგრამ you know what I'm saying? კი, ხვდები. ანუ, ძალიან მნიშვნელოვანია შექმნა ტრადიციები. ზუსტად და ტრადიციები არის აი ხელოვნურად რაღაც მოვლენისთვის მინიჭება იმ ემოციის და დატვირთვის. რაც აქვს. ბუნებრივად რა, ბუნებრივი ხდება უკვე ალბათ მეორე თაობაში, ვინც გაიზარდა ამ ღირებულებებზე, თორე ჩემს ხელოვნური უნდა იყოს. სამწუხაროდ. ზუსტად. ამიტომ ეს მე გამომაცალეს ჩემებმა და ჩემს შვილებს აუცილებლად ექნებათ, ხვდები? ხო და აქედან გამომდინარე, ანუ მიყვარს რაღაც სახელმწიფო ფილმების ყურება, რომკომების, you know. მაგრამ სხვა დატვირთვა არ აქვს ჩემთვის. აი, თქვათ ახალი წელი, ანუ ახალი წელი დადგა. მე რა გაგიხარ საგულაო ცოდმა? No. მეგობრებთან არ ხვდები? აი ჩვენ ყველა ხვდებით ხოლმე სახლში. ეგ მგონი ყველა მიცით რომ საქართველოს შეგრე. მაგრამ მე ანუ სიმას ფიქრობ რომ აი მე სადღაც უნდა გავიდეთ, მაგრამ აი არასდროს ყოველთვის ვარ ხოლმე სახლში. Which is so boring, you guys. So boring. არა, რომელიღაც წელს დამემართა ეგრე რომ არც მეგობრებთან არ გავედი, არც არ გავედი და ისტერიკა მქონდა ჩაოლებრივად. მე, აი 31-ს გადააგარებ, იმიტომ რომ სახლში ყველა არის, რაღაცა bla bla bla, ოჯახური სიტუაცია. პირველი და ორი რომ მკვდარი დღეებია. 2 იანვარი განსაკუთრებით არის ყველაზე დეპრესიული დღე მთელ წელს. ყველაზე მეტად მეძღება 1 იანვარი და 2 იანვარი. 1 იანვარი. გარეთაც რო გაიხედა. კარგად იგულავებ. 31-ში 1 იანვარი ვაფშე ისე გადის როგორც გაიგებ. ანუ მოხდი ანუ აი გაიღვიძე უკვე შუა დღის 4 არის, ამიტომ კიდე იცი რას ვერ ვიტან. ანუ 31-ისთვის ყველა სუფრას ამზადებს შლის და აი 8 იანვრამდე რომ ერთი და იგივე საჭმელი ტრიალებს და ხალხი ჭამს. ეგ არის ყველაზე სიგიჟე ჩემთვის. იმიტომ რომ მე მაქვს წიკები ხალხო, რომ აი მაგიდაზე დიდხანს თუ დავთვალოთ რაღაც სალათი ვეღარ შევჭამ რა. და ხალხი ჭამს 30 ჯერ დატრიალებს. მე რა ვფიქრობ ხოლმე, რომ ტოლმას რო გამოიტანენ 100-ად გაცხელებულს უკვე, ხო ხდები 8 იანვარს და რო გადაიღებ და შეჭამ. მაგაზე მე რაზე მეცინებათ ახლა გეტყვი. არ მეთქი რატო იცინი. ერთ წელს ჩემ თავზე ავიღე რომ ოჯახში მე გადავწყვეტ მეთქი რა იქნება მეთქი სახელმწიფოს უფრაზე თქო. მამა ჩემ საწყალი მამა ჩემ მართლა ანუ არაფერი არ იყო რაც აი ქართულ ოჯახში არის გადად სახელმწიფოს უფრაზე. არც ბაჟე. საცივი. არც საცივი არაზოს ანუ. იუ. კიდე რა გეთება ეგეთი? ტოლმა საცივი ვინეგრეტი. ტოლმა არაზო აკეთებოდა ჩემ ოჯახში. ჩემთან ანუ ძალიან თემა არის ყველასთან. საცივი ვინეგრეტი. ვინეგრეტი? რა ქვია? რა ქვია ვინეგრეტი? ვინეგრეტი ალბათ. და რუსული ხოდი არის. ვინეგრეტი. შეგიძლია მოკეტო შეპრორუსო? ანუ გვიტრიალებს რუსეთს მთელი ეპიზოდია. What else? მაგრამ მე არ მიყვარს არაფერი ეგეთი. მე მაინც ყოველი დაპორშავჭა. მე hosting-ს ვაკეთებდი New Year's-ის რა იყო ჩემ მაგიდაზე. Charcuterie board. ანუ ეს რაღაც პროშუტო მოშუტო რაღაც ყოლები და ეს ანუ აი ადამიანს როშია ყველაფერი რო შეჭამეს ეგ იყო ანუ აპეტაიზერის პანი სანამ Okay. 11-ზე რო ჯდები და უკვე ხო ხვდები რაღაც რომ წაეთამაშო რაღაცებს კიდე რა გქონდა წაეთამაშო That was it I think ეგ იყო და პროსეკო მორჩა მეგობრებო აუ არა კიდე რაღაცები ბრუსკეტები გავაკეთებინე და ჩამს აღოდ მე ვუკვეთავ მიხდი რა სამბაბ ანუ მე კი არ ვაკეთებდი არაფერს
კიდე იყო რაღაც სალათი, Jennifer Aniston-ის სალათი. კიდე იყო და მაგის ვერ აგეკრძალა ხო ყველანაირად მონაწილეობა. ერთადერთი ქართული როც დავატოვებინე, რაც სიგი შემდეგ. გაზინა, არის მწვადი. ბაზარი არა, ისე შენ რომ წადი გიყვარს. არა ვიცარ. So brand for you. ხო და მე მახსოვდა ჩემო ჩუმად გააკეთა ეს საჭმელები, რაც ჩემთვის არა ესთეტიური არის უბრალოდ. მივხვდი, ანუ გემრიელი არის. აი ბაჟა მიყვარს, მაგრამ ანუ რო გას ძალიან ესთეტიურია ჩემთვის ბაჟა. მეც რა არ მომწონს ყველაზე მეტად. ზემოდან რზეთი ხო, მე ზეთო. ზეთ არ უშვება დედაჩემ. მე ხა ზეთს ვარვიდან. წითელი ზეთი თუ რაღაცა ეგეთ სპეციალური ზეთი. არა. ხო, მოკლედ და მე რა უხდება რესტორნებში ლამაზად არის ხოლმე რა ვიცი. ხო და მოკლედ ჩემს ხალხი გაკეთა ყოფილი. და მე რომ მორჩი არა მეზღება. რომ მორჩი გულაობას ჩობლებთან და ოჯახში და რაღაც რომ დადგა და რომ შეგიძლიათ გახვიდე მეგობრებთან, მე გამოიტანა საჭმელი და საწყომავეჩებს აჭამა. შენ პატივი იქცა. აა. ორივე. ვა, და ამ ახალწელს რა საკეთებ? არ ვიცი, ხოდა შერს გაგმაპი არ მაგჭარი. Exactement. უაჭველი ვიცი რა თბილისში მინდა ვიყო და აი რაღაც არც მთებში არ მინდა და არც ბათუმში, ხო? აუ, ის ზღვაზე მუღამი ექნება ახალწელს. ვაფშე არა, გააჩნია სათხარ. ალბათ აი სადაც ბორაბორაზე ნაღდა დასწრებს. ხელა შეიძლება. არა, იქ ახალწელს ვერ შეიძლება ესე მგონია. Okay, I don't know. ანუ მე არ მაქვს პრობლემა რა სახლში ვიყო. უბრალოდ მინდა რა პირველი 2 და 3 მალე გავიდეს, იმიტომ რომ აი ჩემ მეგობრებთან უკვე ვიწყებთ 4-დან 5 რაღაც ეგრე, იმიტომ რომ ყველასთვის ისეთი მნიშვნელოვანია ოჯახი, რომ იმენა ვერ ვაკლეჯავ ხელი და ძალიან არ მესმის არც მე, იმიტომ რომ ანუ რა ხდება ეგეთ important, რომ ანუ პირველი იმას რომ გამოდიხარ გარეთ რომ ვიგო. მეორე დღეს ყველა ბიჭაშვილთან არის, მესამე დღეს ყველა ნათლიასთან არის და უკვე მეოთხე დღიდან იცლის ხალხი. უეჭველი უნდა გახვიდე. მე თუ გავალ გეტყვი და შენც უნდა გამოხვიდე. ამიყვან ჩიტო, მადლობა ძალიან დიდი. Thank you. სადმე და ბოლოს აღმოჩნდებით კაფეში სადმე. ანუ სხვათა შორის ბოლო 10 წელია 31 დეკემბერს ყოველთვის მაკდონალდში ვარ. იმიტომ რომ ძალიან კაი. რაღაც weird რაღაც. ხო, აი და ყოველთვის ხედავთ მე და ჩემი ნაკალები 31-ში ყველგარო აი რაღაც 2 მტრიალი არის და ჩვენ ყოველთვის Big Mac-ის მენიუს ჭამთ, რაღაც ტრადიციაა მე. აი ტრადიცია. Oh, look at me. ფარტი ცოდი. ხო, ეხლა წამოვიდა. Damn, აი თერაპევტი ყოფილა ხალხო მე. სოჩი, იმენა ფულს უნდა გიხდი და. და მეგობრებთან შეხება იმას თამაშობ სეკრეტსანტას. არა, შენ? Obviously. ადრე ვთამაშობდით, გახსოვს საქართველოს ბანკის სეკრეტსანტა რო იყო? ეხლა ისეთი core memory გთხოვ მომიყევი. რა გამოცდილება გქონდა? მე გავაგზავნე ძალიან თესლი საჩუქარი და მივიღე უთესლეს საჩუქარი. მოგესალმებით მეგობრებო. დიდად სოციალურად აქტიური არ ვიყავი, როცა პატარა ვიყავი და მიყვარდა ძალიან, მაშინაც მიყვარდა კანცელარია. მაშინ მქონდა უდიდესი კოლექცია დეკორატიული სკოჩის, რომელსაც ქვია washi tape. და ამ ადამიანმა, არ ვიცი, სახელობრივ შეფერე არ მახსოვს, მაგრამ ანუ თლიანი 5 გამომიგზავნა, გატენილი ამ. უწერე ეგ მინდა? უწერდი ყოველთვის რა რა. ხო, მახსოვს, მაგრამ ეგ დაუწერე ესე იგი. Yeah. ვაუ. ისე გამოვშტერდი. მე დეგენერატი ვიყავი. ანუ მან ხო რეგისტრირდებოდი. მაგრამ შეგეძლო რამდენჯერმე დარეგისტრირებულიყავი რა. აი, გავიცადე. კი. შენ სკამერი რო ხარ დაბადებიდან. დაბადებიდან, ანუ 12 წლის ვიყავი მე მგონი და იქიდან სკამერი ვარ და რამდენიმე აკაუნტი გავაკეთე და მივიღე 5 საჩუქარი. ხო. Which is crazy. მეც გავგზავნე ხალხო, ხუთივეს, ოღონდ ძალიან კაი საჩუქრები არ გამიგზავნია. I'm going to be honest with you. ნუ ხუთზე რო უნდა გაყობი ოჯახი. ხო. ერთი შარფი მივიღე, ერთი წიგნი, მაგრამ კაი საჩუქარი არ შემხვედრია, ისოგი ხო იცი, რო იდება და Facebook-ზე რაღაც ძალიან ძვირიანები და კაები რო აჩქეს რა. I was not that lucky. მაგრამ მაინც ძალიან კარგი ინიციატივა იყო. პრესტა ვინ მოიფიქრა საქართველოს ბანკში აქ. წარმოგიდგენი, აი ძალიან სერიოზული რაღაცა. ძალიან მახლა და კიდე გახსოვს თუ არა, ეგეც საქართველოს ბანკმა გააკეთა მგონი. რუსკა მაღაშვილი რო იყო. და მეორე ვინ იყო? ის კაცი არავინ არ იცის ვინ იყო შენ. Okay. მოკლედ ხალხო მაგ პერიოდში ესე ყარა იყო. მაგ პერიოდში ვიდეო ჩაწერე, აი be honest. ვიყავ რამდენ ერთი თვე ხალხო ბაკურიანშიაც ვიყავი. მთელი დღე მე და ჩემი ბიძაშვილები. ანუ to the perfection, ანუ რა როგორ ახსნა
ვავარჯიშებდით. გათამაშება იყო უნდა დაგეთ. TikTok-ზე ხო ვერ. Facebook-ს უნდა დაგეთ და ლაიქებით იმას. კი. გადაიღე? გადაღებული მაქვს, მაგრამ დავდეთ თუ არა ხო, გააკეგვიდა. არა. ბაიმე. იყო რაღაცა ამ ვიდეო კამერაზე. რა უნდა გეცეკვა? ღმერთო. და მე რაღაცა აი დააბრუნეთ ეგ ქორეოგრაფი ემოცია. ვიყავი მე, იმიტომ რომ უფროსი ბიძაშვილი ვიყავი მე. და ანუ აი იქიდან და აქედან შემოდიოდა და რაღაცა ძალიან intricate ის თემები გქონდა, როგორ მახსოვს, ფონს რო არჩევდი ჩვენ სასტუმროში, რომ მეთქე კარგად რო გამარჯვეს მეთქე. საყვარლობა იქნება გთხოვ ვიპავე გვიდა. აუ, სად უნდა იყოს ახლა მართლა არ ვიცი. მაგრამ მომავალში ვიპავეთ გთხოვ. მე რა როგორი core memory გამახსენე. ძალიან კაი იყო. მე მახსოვს და პერიოდულად რაღაც 3 თვეში ერთხელ ვიხსენებ ხოლმე. იმიტომ რომ რაღაც დავიწყარი მომენტი იყო. საქართველოს ბანკი იმენა ბრავა. რამდენი რამე აქვს წარმოიდგინე. ისე ჩვენთან ბანკები რო არიან მოხდილი აი მარკეტინგულ კამპანიებში და ყველაფერში, ეგრე სხვა არავინ. TBC-ც საკაიფო და მაგას მიზეზი აქვს თავისი. Ja. რაბა. არ მინდა რა თქვა. აჰა, ვთქვი. მაგრამ ეს ბოლო პერიოდია ცოტა მოეშნენ, მე მგონი რაღაც არაფერი ეგეთი გახმაურებული და სიგიჟე არ ყოფილა. Bring her back. მაგრამ მე მგონი არც არის რომ სასწავლო, უბრალოდ ეგრე ძალიან აღარ ჩანს. Right? რუსკა მაყაშველე? არა, მე მომავალ მაგ კამპანიაში უნდა დააბრუნან. ხო, მაგრამ ძალიან iconic უნდა იყოს, ხთები, აი პროსტა რაღაც ისე ვერ გააკეთა. მაშინ ხო ჩოლკებიც ქონდა. I love a woman with a bang. დაკოტა ჯონსონი რუსკა მაყაშველე. იცოდი დაკოტა ჯონსონს რა ყავოტა ქონდა შესაძლებელი. ამ თვის. Moving the fuck on. კაი, მოდი გადავიდეთ ძალიან ცხელ თემაზე, რაც ხდება ქართულ TikTok-ზე. ხალხო. I'm sure you know. მაგრამ დავიწყე. No honey, who cares about that? მაგრამ თუ გინდა გითხარი ევროვიზიაზე, აბა რა გინდა რა თქვა? მაგრამ ქართულს არ ეხება. ანუ ევროვიზიაზე ხალხო ამბობენ, რომ შეიძლება საერთოდ არ ჩატარდეს. საბავშვო ევროვიზიაზე არ ამბობენ დიდ ევროვიზიაზე, იმიტომ რომ ნიდერლანდებმა, ირლანდიამ, ესპანეთმა, სლოვენიამ განაცხადა უარი რომ მიღოს. სია, გაგჩემო პაიტარა. სკრინშოტი მაქვს. რომ არ მიიღებენ მონაწილეობას, თუ ისრაელი მიიღებს მონაწილეობას. Which is crazy. Good for them. ჩემი აზრით არ დაკენსელდება პანტი არ არის, მაგრამ რაღაცნაირი სერიოზული განაცხადი არის მაგ ქვეყნებიდან რა. Good job. What can I say? Good job. და ისრაელი ისედაც არ უნდა. ჯერ მარტო იმ მიზეზით, რომ ევროპაში არ არის. ავსტრალიას რა უნდა? ევროპაში არ არის. ჩვენ ნამდვილი ევროპელები დავგვწავეთ ევროვიზიაზე. ცენტრალური ევროპის წარმომადგენლები. ცენტრალური და დასავლეთ ევროპის, ანუ ჩვენ გთხოვთ. და წავიდნენ ესე ჩამოსულები. მე უბრალოდ მინდა რომ ანუ დიდ ევროვიზიას, მთავარ ევროვიზიას გქონდეს ეგეთივე წარმატება, როგორც ანუ ხალხო ვერავინ ვერ გვჯობნის საბავშვო ევროვიზიაზე. თან კარგი. ყველაზე მეტი მოგება გვაქვს ჩვენ. I know baby. It's insane. ძალიან წინა წელსაც ხომ მოვიგეთ და აქედან გამომდინარე ამ კვირაში არის მე მგონი ევროვიზია. შეგვიძლია თუ ეგრე არის. შეგვიძლია უბრალოდ I'm not willing to pay for that. იმიტომ რომ I'm a girl. ძვირია? ჰა? ძვირია? ძვირი არც მინახავს რა არის, ანუ გინდა რომ ფული გადაიხადა რა ბავშვების ჭრები ისუსინა. მინდა რომ თქვა რა ევროვიზიას ნამყოფი ვარ, შეიძლება ბავშვების დიდებზე წავიდეთ. Let's go. Don't you worry about that. წინასწარ იყო ბაზელში და ბაზელში წყალი რო დავლევა მაგის ფული არ მაქვს მგონი. ქვეყანაც რო იცის სად იყო, ძალიან მიყვარხარ. ქალაქი. ხო, ანუ შვეიცარიაში იყო. მაგრამ ქვეყანაც რო იცოდი სად იყო. That is crazy. ბაზელში ძალიან მინდა. ანუ ეხა მიკროფონს შევაკარტყამ. ქაუბრალდი გავხიზენ, მე რო გეოგრაფიაში ძალიან კაი ვიყავი, არ იცი, ვარ. აბა მე ეგ ჩალენჯი უნდა გავაკეთოთ რაღაც გეოგრაფიას დაკავშირებით, რომ მე მგონია რომ 10000 ჯერ უკეთეს შენსა გეოგრაფია. იქით კვირაში. Okay? Yeah. პონტი არ არის ხალხო 10-იანი გამოვიტანე 10.0 დაეწერა ჩემს საატესტატო გამოცდას. შენ დროს უკვე აღარ იყო ქულების დაწერა. კატის გამოცდა? ხო. ჩემ დროს 1 წელი იყო. მაგრამ რა ჩემთან 2 წელი იყო და შენ დროს 1 იქნებოდა. ხო და ანუ გეოგრაფიის ქულა არ იცი და მე გეუბნები რომ მე 10 მქონდა და შენ 10 ვერ გექნებოდა. მე 12 კლასშიც ისწავლებოდა გეოგრაფია, თუ რატო? მე 11. მე ავიბენი. Sorry. What is wrong with him? Okay, გადავიდეთ Tower თემაზე, რომელიც არის დრამა, რაც ხდება ნუცა თოფურიას, ანი ლოლაძის და თაკო ლოჩაშვილის თავს. What is happening, you guys? მოკლედ, ვინც არ იცით და თუ არ იცით საცხოვრობთ, what are you doing with your life? თუ არ იცით ცხოვრობთ ჩემთან ერთად მეგობრებო? quiz question პირდაპირ. Quiz question, მე თქვენ და პატრიკი.
გიჟდები პატრიკსა. Okay. კაროჩე, ნუცა თოფურიეს ქონდა დაბადების დღე და დაპატიშა თავისი დაქალები. As we all do, right? დაბადების დღე არის სრულიად მაგაზე რომ დაბადების დღეებს. Okay. It's not about you. It's not about you, okay? შენ შემომეპატიშა წინა წელს. წინა წელს სად გადაიხადა? პარიზში რო ვიყავით. წელს ბაზარი არ არის. ხო და რაღაც გრანდიოზული დაბადების დღე, რაც იმენა დასაფასებელია, იმიტომ რომ გოგოს სტორები რო ნახე. ცეკვა ქონდა დადგმული და რაღაც ქორეოგრაფიული ჩანართები და სიმღერა ჩაწერილი და მთელი ამბები. ეს არის dedication. მარტო მაგით უნდა დავაფასოთ ადამიანი, რომ ამდენი დრო და რესურსი ჩადა, თანხას რო თავი დავანებოთ. მე რაც მანახე ეგ ვიდეოები ხალხო swear to god ეგეთი რაღაც მე რო გამეკეთებინა მთელი ღამე ვერ მოვისვენებდი ისე ვინერვებდი რომ აი ხო ყველაფერი კარგად წავა და თურმე უნდა ინერვიულა მარა არა მაგაზე კაროჩე ხა რა მოყვა ამ ამბავს რომ ნუცას დაქალი არის მარიამ შენგელია გავიხსენოთ წინა ევროვიზიიდან საქართველოს წარმომადგენელი ვინც იყო ქოცების მეხოტვეა ის გოგო ქოცებთან ძალიან დაახლოებული პირი აი ვინც არის ამ შემოქმედებითი წრის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი ქოცების whatever. გავიგეთ. ნუცას დაქალი არის, რაღაც გაუგებრობა ქონდათ, ადრე როცა აი პოლიტიკურად საერთო ვითარება ქონდა, მაგრამ შერიგდნენ როგორც ირკვევი, იმიტომ რომ დაბადების დღეზე დაპატიჟა. კარიშე გაიჩიტნენ აქ ეს ნუცა თაკო, რომელიც არის მკვეთრად ოპოზიციონერი და ეს მარიამი, რომელიც არის მკვეთრად ქოცი, ხო? და მთელმა საქართველომ დააჯვა იმის გამო, რომ რაპონჩი გაიჩიტნენ ესენი დაბადების დღეზე ერთად. ეხლა be honest, რამდენჯერ ყოფილ ხარ დაბადების დღეზე? და გადაყრილ ხარ ისეთ ადამიანს, ვინც იმენა არ გევასება. ბევრჯერ, საკმაოდ ბევრჯერ. და რა გიქნია წამოხვედი დემონსტრაციულად? No, უბრალოდ აიგნორებ და ეგ არის მთავარი თემა, რომ ვიღაცა რო არ გევასება და იმენა რო აიგნორებ. მე ძალიან მომწონს პირიქით გამახალისებ და რა თაკო რაპონჩი გაიჩითა მარიამთან ერთად და თაკოსე მე ვაფშე არ მაგკითხო თაკო რა შოშია ანუ მართლა თუ ვინმე საკრებოდა კითხო ალბათ ეკნებოდა ნუცასთან რატო დაბატიშა ერთი და პასუხი არის დიდი ხნის მეგობრები ვარ და მიუხედავად იმისა რომ პოლიტიკური ასე სხვადასხვაობა გვაქვს მაინც მე ვცდილობთ რომ ვიმეგობროთ თაკო რა შოშია მართლა ვერ ვხვდები ვერც მე ვერ ვიგებ და თან იცი როგორი დაჭმავდი გუშინ რო ველაპარაკეთ მაგაზე მაგის მე ვცდილობდი რომ გადამემოწმებინე რამე რომ მეთქი აი რაზე შეიძლება და რომ ხალხი გამოეკიდოს მეთქი რა მაგრამ არც ფოტო არ ქონდათ ერთად აი group ფოტოს რო იღებდნენ მანდაცა მე საერთოდ არ ვიცოდი ის გოგო თუ იყო იმიტომ რომ თაკოს თორები ხო ნახე და არ მომხოდრია თვალში ვაფშე რა ვაფშე რაზე აი საქმე არ გვაქვს მართლა მე ავსტვინს მარტო ჩემი სამსახური რომ იმენა არ მაქვს იმის თავი რომ ვიღაცაზე გავბრაზ და მით უმეტეს ესეთ აბსურდულ რაღაცაზე ანუ ძალიან ბევრი თავისუფალი დრო გვაქვს ერთს ჯერ ერთი რომ ლანჩბოქსი იყო ესეთი სენსიტიური თემა მთელი 3 კვირა რა მე მგონი დღემდე არის იმიტომ რომ დღემდე მიგდებენ ვიდეოებს რომ კიდე წერს ვიღაც ანუ ძალიან ჩამორჩენილია ზოგი ლანჩბოქსი და ეხლა დაბადების დღე what is wrong with us you guys ანუ მართლა ვიღაცას თუ გაქვს პერსპექტივა აი სერიოზული ჩამოყალიბებული რატო გაღიზიანდა ხალხი ან რატო გაღიზიანდით თქვენ თუ შენ გაღიზიანდი მართლა მაინტერესებს იმიტომ რომ მე ადეკვატური ვერაფერი მოვისმინე მე დიდად არანაირი აზრი არ მაქვს ამასთან დაკავშირებით მე როგორ მოვიქცევდი მართლა მაინტერესებს let them ხოიცი let them tell you Mel Robbins მე როგორ მოვიქცევდი ვიზამდი როგორ თქვა კაი დამბადეშო ჩემ ახლო მეგობარმა დაბადების დღეზე წავედი მივეც საჩუქარი ანუ არ წამოვედი ეგრემალე მაგრამ ანუ არც იმ ადამიანთან ვინც არ მევასება არ ვურთიერთობა ვაფშე არ თაკო მეუნება რომ ის საერთოდ არ შეგვიხედავს ერთმანეთისთვისა ალბათ დიდი სივრცეც იყო I don't even know doesn't even matter yeah ხახა let that go yeah okay ბულგარეთში პოლიტიკას თუ შევეხეთ უკვე ვაუ აი ბულგარეთზე იმენ არავინ არ ლაპარაკობს გადადგა მთავრობა no way ორი კვირიანი პროტესტის მერე რა მოხდა რა დააშავა რაღაც ყველაზე გადაობა არის მგონი პროტესტები დაიწყო იმის გამო რომ ხალხს არ მოეწონა ბიუჯეტი როგორ გადანაწილდა 2026 ეგ დემოკრატიული ქვეყანა ნაღდად არ არის ბულგარეთი უეჭალი ვიღაცა ჩაკლეს და მაგიდან მოხდა აი ბიუჯეტის გადანაწილების გამო UK-ის პარლამენტი არ დაშია ბულგარეთში ევრო იქნება იცი really და ეს ცუდია ვინმესთვის ცუდია ვინმეს არა ის რომ ან სად არის ისინი და სად ვართ ჩვენ საზარია
მაგრამ არც რაც ევრო შევიდა საბერძნეთში დღემდე ცდილობენ რომ ამოვიდნენ ჭაობიდან. ამიტომ არ ვიცი ეგეთი კარგია თორე. ორი რაღაც არ მესმის ამ ცხოვრებაში თურქეთის და საბერძნეთის ეკონომიკა. საბერძნეთში აგვისტოს თვეში ჯერ მარტო რაც მიკონოსზე ფული და სანტორინიზე ფული იხარჯება, ხო? მთლიან ქვეყანას გამოყვება. ზუსტად ამერიკული და ბრიტანული ფული რა ხალხო იყაბელა მან ჩადის და ერთი კოქტეილი ღირს გქონი 50 евро. ჩოულებრივ ბარში რა. ანუ რანაირად არ ყოფნის ამ პატარა საბერძნეთის ეკონომიკას ვერ ვიგებ. ამიხსენი ვინმე ვიღაცა ეკონომისტი გამოჩნდით ხო ძალიან ბევრი კითხვები მაქვს. რატო ბეჭდავთ ფულს, რატო არ ბეჭდავთ ბევრ ფულს? ანუ ეს ყველაფერი რა ურთიერთსაწინააღმდეგო და თან ისეთი cheaper age bait არის ახლა რა გწევ. მართლა ანუ რო დაიბეჭდა, კაი whatever. მე მგონი დებილობას ვამბობ, მაგრამ მართლა ვერ ვიგებ ვინმე მინდა რომ ამიხსნან. ოკეი, მგონი დღეისათვის სულ ეს იყო ხალხო. ისეთი დაღლილი ვარ, მართლა თავი მტკივა. იმედია გაერთეთ, I don't know. The 20 dedication და ფასეთ. First major episodes. ზუსტად. Love you guys. შეგხვდებით იქით კვირაში. Bye.